ეს ეკლესია წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ეკლესია. იგი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში. 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა, ვიდრე ტაძარში სიწმინდეს მიაახლებით დედა ნატალიას იხილავთ. რომელიც რწმენით მისულ გულებს ნუგეშის მომცემი სიტყვებით მას პინძლობს. ხვებას ასწავლებზე, რომელსაც მამა გაბრიელის სარტყელი მირონდინარე ხატი და შესამოსელი ახდენს. ლოსკუ მაშიდეოს მამა გაბრიელის ანაფორა. ოლარი, რომელთაც ღვთისმსახურებს მამა გაბრიელის საფლავზე, რამდენიმე ათასი პარაგლისი აქვთ გადახდილი. იქვე დევს სარტყელი, რომელსაც წელს გაიკეთებთ, წაიკითხავთ ლოცვას და მამა გაბრიელის შემწეობას თხოვთ. ეს ტაძარი უშვილოთა მფარველობით გამოირჩევა. სასწაულია ის, რომ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში მოლოცვის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა. არქიმანდრიტმა გაბრიელმა ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე ააშენა. მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხული. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი. ვინც რწმენით მოდის და შესთხოვს, მამა გაბრიელი ისმის მათ ლოცვას. ვისაც რწმენა არ აქვს, მამა გაბრიელი მასაც ეწევა, რომ რწმენა შემოაქციოს. მამა გაბრიელი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ძალიან დიდი რწმენის არ მქონე ადამიანებიც იღებენ კურნებას. ასე იყო მის საფლავზეც. სხვა რელიგიის ხალხიც იღებდა შეწევნას და მფარველობას. მოკლედ მას რწმენაში მოხავს ადამიანი, ურწმუნოც რომ იყოს სასწაულს მოიხდენს. სარტყელს არაერთხელ მოუხდენია სასწაული. ამ ტაძარში დევს ხის ჯვარი, რომელიც გააკეთა კაცმა, რომელსაც 7 წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა მას შვილი. ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა. მამა გაბრიელის სარტყელის მეშვეობით ინკურნებიან დაავადებულები. ბავშვი ვერ მეტყველებდა. წაუკითხეს ეს ლოცვა. პირში უსვამდნენ მამა გაბრიელის ზეთს. და მეორე წელს რომ მოვიდნენ, ქვეს რომ ბავშვი ამეტყველდა. ასევე ერთი ვერ დადიოდა. ექიმებს უთქვათ ვერ გაივლისო. აქ მოლოცვის შემდეგ კი ბავშვს გაუვლია. დიდება უფალს. ამინ.